საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩემო პატარებო. ვაგრძელებთ ანბანის შესწავლას. გაიხსენეთ წინა გაკვეთილზე, რომელი ასობგერა შევისწავლეთ. დიახ, ეს იყო ასობგერა ჯ. დღეს ჩვენ ვსწავლობთ ახალ ასობგერას, რომელიც არის თანხმოვანი და რომელსაც ქვია ჭ. ახლა გიჩვენებთ მე თქვენ ამ ასობგერას. დააკვირდით კარგად. ჭ ასობგერა ანბანის რიგის მიხედვით 30-ია და მას სახელწოდებაც აქვს და მას სახელწოდება ქვია ჭანი. ჭანი ანბანის ჭა არის. ჭკვიანია და ჭრიჭინა. ჭანმა ანბანის ჭალაში ჭრიალით გაიჭრიჭინა. აი ასეთი ასობგერაა ჭ. დააკვირდით, მე დავამაგრებ ამ ასობგერას, რომ კარგად შეხედოთ. თქვენც მოძებნეთ თქვენს მოძრავ ანბანში. კარგით, ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი ნოდარ დუმბაძის პატარა ნაწყვეტი ლექსიდან, ოღონდ არ დავამთავრებ და თქვენ უნდა შეძლოთ მისი ერთი სიტყვით დამთავრება და იმ სიტყვაში მინიშნებას მოგცემთ, რომ მონაწილეობს ასობგერა ჭ. ამდენ მწვანე კომბოსტოს, არც ჩიტი ჭამს, არც ჭია, ალბათ ისევ ეშმაკობს ქურდბაცაცა. დაასრულეთ. დიახ, ეს არის ბაჭია. ბაჭია, რა არის ბაჭია? ალბათ თუ გამოიცნობთ, ეს არის, ამას გამოცნობა არ სჭირდება. კურდღლის შვილი, კურდღლის ნაშიერს ქვია ბაჭია. ბაჭიას ძალიან საყვარელი გარეგნობა აქვს, არა ბავშვებო, ყველაფერი პატარა ხომ ძალიან საყვარელია. მას ორი ლამაზი გრძელი ყური აქვს და პატარა კუდი. და ბეწვით ძალიან ფაფუკი აქვს. ორს რომ ორი მივუმატოთო, რამდენია ბაჭიაო? არ დაიბნა პაწია, ორი ყური ასწია. კარგით, მოდით ახლა ავაწყოთ ეს სიტყვა ჩვენი მაგნიტური ასოებით დაფაზე. ბაჭია. ჩვენ სამი მარცვალი გვესმის, ხო? მოდით დავამაგროთ ეს მარცვლები დაფაზე და თქვენი მოძრავი ანბანით გააკეთეთ იგივე. ჭი და მესამე მარცვალი არის ა. აბა დააკვირდით კარგად. ამ სიტყვაში რატომ არის სამი მარცვალი? იმიტომ რომ არის სამი ხმოვანი. ა, ი და ა. თუ ჩვენ ამ სიტყვიდან პირველ მარცვალს ჩამოვაშორებთ სიტყვას, სხვა სიტყვას მივიღებთ. აი მაგალითად ჩამოვაშოროთ, მივიღებთ სიტყვას ჭია. სულ სხვა მნიშვნელობის სიტყვაა, ხომ ასია? კარგი, მაგრამ თუ ჩვენ დავუმატებთ სიტყვის ბოლოში მარცვალს ჭია და დავამატებთ ნს და ის, გამოგვივა კიდევ სულ სხვა მნიშვნელობის სიტყვა, ეს არის ჭიანი. კარგით, ჩვენ შეგვიძლია ასევე დავამატოთ მარცვალი ჭია ყელა, ჭია მაია და ასე შემდეგ. ჩვენ ასე შეგვიძლია ვცვალოთ სიტყვა და მნიშვნელობებით შეეცვლება მას. კარგით, მოდით ახლა ბაჭია ტექსტი წავიკითხოთ ჩვენს პლაკატზე. გადავინაცვლოთ პლაკატზე. დააკვირდით, როგორი საყვარელი ბაჭია ხატია აქ ჩვენს პლაკატზე და სრულად წავიკითხოთ ეს სიტყვა. ბაჭია. ახლა დავმარცვლოთ ბაჭია. სამი მარცვალია. ახლა ასობგერებად წავიკითხოთ. ბ ა ჭ ი ა. ასობგერა ჭ. ახლა წავიკითხოთ სიტყვები და დავმარცვლოთ. ჭრი, ჭინა. სამმარცვლიანია ეს სიტყვა. ჭარხალი. ესეც სამმარცვლიანია. ჭიანჭველა. ეს უკვე 4-მარცვლიანი სიტყვა შეგვხვდა. ჩვენ ამ სიტყვებს მერე გავაანალიზებთ სურათების მიხედვით. კაჭკაჭი. 3-მარცვლიანი სიტყვაა და პირველ და მესამე მარცვალში ისმის ასობგერა, იკითხება ასობგერა ჭ და ბოლოს ჭა. ჭა 1-მარცვლიანი სიტყვაა. გავაგრძელოთ წინადადებების კითხვით. ფინჯანი ჭურჭელია. ფინჯანი
ჭურჭელია. ორ სიტყვიანი წინადადებაა და მეორე სიტყვაში შეგხვდა ჭ ასობგერათანაც 2. ჭი ქაც ჭურჭელია. ეს წინადადებაც არის ორ სიტყვიანი და აქაც პირველ სიტყვაშიც და მეორე სიტყვაშიც შეგხვდა ასობგერა ჭ. ჭი ან ჭველა მწერია. ორ სიტყვიანი წინადადებაა და აქ მხოლოდ პირველ სიტყვაში შეგხვდა ასობგერა ჭ. თანაც 2. გავაგრძელოთ კითხვა. ჭრიჭინაც მწერია. ჭრიჭინაც მწერია. ესეც ორ სიტყვიანი წინადადებაა. გავაგრძელოთ კითხვა. ჭალაში ბევრი ხეა. ჭალაში ბევრი ხეა. ეს სამ სიტყვიანი წინადადებაა და პირველ სიტყვაში ისმის ასობგერა ჭ. გავაგრძელოთ. ბებიამ ბოსტანში დათესა კომბოსტო სტაფილო და ჭარხალი. ნახეთ, მრავალსიტყვიანი წინადადება შევხვდა 1 2 3 4 5 6 7 სიტყვა ისმის ამ წინადადებაში და რომელ სიტყვებშია ასობგერა ჭ? ეს არის მე-7 სიტყვაშია ასობგერა ჭ. ბოლო სიტყვაში ისმის ჭ, სადაც წერია სიტყვა ჭარხალი. გავაგრძელოთ კითხვა. სოფლის გზაზე ურემი მიჭრიალებს. სოფლის გზაზე ურემი მიჭრიალებს. ეს წინადადება კი 4 სიტყვიანია და მეოთხე სიტყვაში გვესმის ასობგერა ჭ. მაიამ ჭიამაია იპოვა. მაიამ ჭიამაია იპოვა. ესეც სამსიტყვიანი წინადადებაა, სადაც მეორე სიტყვაში გვესმის და ვკითხულობთ ასობგერა ჭ-ს. ეხლა ახალი აბზაციდან დავიწყოთ ახალი წინადადებების კითხვა. კაჭკაჭმა წიწილა მოიტაცა. კაჭკაჭმა წიწილა მოიტაცა. სამსიტყვიანი წინადადებაა და პირველ სიტყვაში ისმის 2 ასობგერა ჭ. ბებო მას ჯოხით დაემუქრა. კრუხი კი შეებრძოლა და წიწილა გააშვებინა. ბებო მას ჯოხით დაემუქრა, კრუხი კი შეებრძოლა და წიწილა გააშვებინა. ნახეთ, რა მრავალსიტყვიანი წინადადებაა. დავთვალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. 10 სიტყვიანი წინადადება ჩვენ პირველად შევხვდა აი ასეთი კითხვის დროს, არა? კარგი და ჭ ასობგერა შევხვდა რომელ სიტყვაში ბავშვებო? მე მგონი არც ერთ სიტყვაში არ ისმის ეს ჭ ასობგერა, ხო? არ შევხვდა არც ერთ სიტყვაში ასობგერა ჭ. მოდით ახლა გადავინაცვლოთ სურათებზე, სადაც უკვე სურათების მიხედვით წარმოვთქვათ სიტყვებს, მის შესაბამის სიტყვებს, სადაც მონაწილეობს ასობგერა ჭ. აი ეს მწერი არის ბავშვებო ჭრიჭინა. დააკვირდით როგორ გამოიყურება ჭრიჭინა? დაჭრიჭინობდა ოთახთო და ოჭრიჭინობელა პატარა და უშრომ უზრუნველობით მთელი ზაფხული ატარა. აი ესე უშრომ უზრუნველობით ცხოვრობს ჭრიჭინა და სულ ზაფხულის განმავლობაში კი არ შრომობს, არამედ დახტის დაჭრიჭინობს და ერთობა. აი ესეთი აი ამ მწერის სახელწოდებას თუ ჩვენ წავიკითხავთ ჭრიჭინას, მივხვდებით რომ მისი სახელწოდება შეიცავს 3 მარცვალს და 2 მარცვალში გვესმის ჭ ასობგერა. ჭრი და ჭი. ში გვესმის ასობგერა ჭ-ები. მოდი გადავინაცვლოთ ახლა აი ამ მცენარეზე. ეს მცენარე არის ბავშვებო ჭარხალი. ჭარხალი იცით თქვენ ალბათ რომ ეს არის ბოსტნეული, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის, ხო? მოდი დავმარცვლოთ ახლა ჭარხალი. ჭარხალი 3 მარცვლისგან შედგება და პირველ მარცვალში ისმის ასობგერა ჭ. შემდეგი სურათი მოდის, ეს არის ისევ მწერი, როგორც ჭრიჭინა, ესეც მწერია და მას ქვია ჭიანჭველა.
ჭიანჭველა ჭრიჭინასგან განსხვავებით შრომელი მწერია. ხო, ის კი არ უზრუნველად კი არ ატარებს მთელ ზაფხულს, არამედ შრომაში და ჯაფაში ატარებს თავის წუთის სოფელს, რომ მერე მას უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს. ჭრიჭინა დავმარცლოთ, უკაცრავად ჭიანჭველა დავმარცლოთ, ჭი ან ჭველა. აქ 4 მარცვალი გვესმის და 2 ასობგერა მონაწილეობს. აი ნახეთ. პირველ მარცვალში და მეოთხე მარცვალში. შემდეგი მწერის სურათი კი არის ჭიამაია. ჭიამაიაც ძალიან საინტერესო და ლამაზი მწერია. არა ბავშვებო, მას ამინდის გამოცნობასაც ავალებენ ხოლმე, ხო, ჭიამაიაო, ხვალ როგორი დარიაო. ეტყვიან ხოლმე ჭიამაიას, თითზე დაისვამენ და თუ ის გაფრინდება, ესე იგი კარგი ამინდი, კარგი დარი გველოდება, ხო? ესეთი ხალხური გადმოცემა არის ჭიამაიას შესახებ. კარგით, მოდით ახლა ჭიამაია დავმარცლოთ. ჭი ა მა ი ა. აბა რამდენი მარცვალი გვესმის ამ სიტყვაში? 4 მარცვალი და პირველ მარცვალში გვესმის ასობგერა ჭ. ეხლა გადავინაცვლოთ შემდეგ სურათზე. აი ეს მცენარე კი არის მცენარე ჭინჭარი. ჭინჭარი ძალიან სასარგებლო მცენარია, საკვებად გამოიყენება იგი, მაგრამ ძალიან აქვს თავის დაცვის უნარი და როგორ იცავს, იცით ის ბავშვებო თავს, რომ ხელი არ მოკიდოთ მას აქვს ნემსებივით უხილავი წვრილი ბუსუსი და თუ ადამიანი მას ხელს მოკიდებს, ის ბუსუსი ხელში შეერჭობა და შემდეგ ძალიან მტკივნეულია ის ადგილი, რომელი ხელითაც მოვკიდებთ ჭინჭარს ხელს და ამიტომ ჩვენ სადაც დავინახავთ ხოლმე ჭინჭარს, ხელი არ უნდა მოვკიდოთ, ხო? მოდი დავმარცლოთ სიტყვა ჭინჭარი. ჭინჭარი 3 მარცვლისგან შედგება და პირველ და მეორე მარცვალში ისმის ასობგერა ჭ. შემდეგი სურათი არის კაჭკაჭის სურათი. დააკვირდით, ჩვენ ტექსტში შევხვდა კაჭკაჭზე წინადადებაში და იმიტომაც არ აგიხსენით კაჭკაჭზე, რომ შემდეგ სურათზე უნდა გვესაუბრა. კაჭკაჭი გარეული ფრინველია და ის ვერაგია, იმიტომ რომ ძალიან უყვარს მას წიწილების მოტაცება და ხშირად სოფელში იტაცებს ხოლმე და სოფლის დიასახლისები ყოველთვის არიდებენ თავის შინაურ ფრინველებს, აი ამ გარეულ ფრინველს კაჭკაჭს. მას წიწილების მტერსაც კი ეძახიან ხოლმე. მოდი დავმარცვლოთ ახლა სიტყვა კაჭკაჭი. კაჭკაჭი 3 მარცვლისგან შედგება და პირველ 2 მარცვალში არის ასობგერა ჭ. შემდეგი აი ეს სურათი, თუ კარგად დაინახავთ, თქვენ არის ჭის სურათი. ჭა არის ისეთი ნაგებობა, ბავშვებო, სადაც მიწა არის ისეთ ადგილას ამოთხრილი, სიღრმე აქვს ძალიან დიდი, საიდანაც იღებენ ბუნებრივ წყალს, ანუ მიწის ქვეშ წყლები რომ გაედინება, იქ ძალიან სუფთაა წყალი და იმ ადგილ, სადაც მიხვდებიან, რომ იქ წყალი გაედინება, იქ ჭას ამოიღებენ ხოლმე მიწას და იქიდან ადამიანები სარგებლობენ ამ ჭის წყლით. ცივია და ძალიან სუფთა და სასარგებლო ჭის წყალი. ჭა სიტყვაში ისმინება 1 მარცვალი. ჭა, რადგანაც აქ 1 ხმოვანია. აი დააკვირდით, როგორ იწერება? და შემდეგი სურათი არის ჩვენთან ხის სურათი, რომელსაც სახელი აქვს, ეს არის ჭადარი, ჭადრის ხე. ნახეთ, როგორ ლამაზად გამოიყურება, დიდხანს ცოცხლობს ჭადრის ხე და როგორც მუხა, ასევე ისიც ძალიან გამძლეა. მოდით ჭადარი დავმარცვლოთ, ჭადარი. ესეც სამარცვლიანი სიტყვაა და პირველ მარცვალში გვესმის ასობგერა ჭ. კარგი, თქვენ ასევე შეგიძლიათ ბევრი სიტყვები მოიფიქროთ, აი ამ სურათების გარდა, რომელიც შეიცავს ჭ ასობგერას, ან იწყება, ან 2 ჭ ასობგერას, სადაც შეგვხვდება და დაწეროთ, წარმოთქვათ და დაწეროთ თქვენს რვეულებში. ეხლა მოდი წავიკითხოთ აი აქ მოცემული, ბადეში მოცემული წინადადება და განსაზღვროთ, როგორ არის დაცული ასოებს და სიტყვებს შორის ინტერვალი. კითხულობთ: ფინჯანი ჭურჭელია. 2 სიტყვიანი წინადადებაა, როგორც ხედავთ, პირველი სიტყვა ფინჯანი, მეორე სიტყვა ჭურჭელია და ჭ ასობგერა ისმის მეორე სიტყვაში თანაც 2.
ვკითხულობთ ორ ჭ ასობგერას და ასობგერებს შორის რომ ერთ-ერთი უჯრაა გამოტოვებული და სიტყვებს შორის ორი უჯრა, ამას თქვენ კარგად აკვირდებით და ეს უკვე იცით. კარგით, მოდით ახლა გადავინაცვლოთ ჩვენს დახაზულ ადგილას, სადაც ბადე გვაქვს დახაზული და იქ უნდა ჩვენ ვისწავლოთ ასობგერა ჭ-ს ჩაწერა. ისევე როგორც ასობგერა ჯ, ასობგერა ჭ იწყება მთავარი უჯრის მაღლითა უჯრიდან. დააკვირდით კარგად ჩემი ხელის მოძრაობას, აი აქედან ისევე როგორც ბ-ს ვიწყებთ ჭ-ს წერას, ნახეთ. ჩამოვდივართ სწორ ხაზს. ჩამოვწდებით მთავარ უჯრას და აი აქედან ვაკეთებთ ესეთ რკალისებურ შემოხვევას, მუცელს უკეთებთ და ნახეთ დააკვირდით როგორც ჭიაყელა რომ არის, აი ესეთი დაკლაკნილი, აი ამ ადგილას ვუკეთებთ აი ასეთ ნასკვს. როგორც გავნასკვათ თოკი, ისე უნდა გავუკეთოთ პატარა ნასკვი. აი კიდევ ერთხელ დააკვირდით როგორ იწერება, მაშასადამე ბ-ს გავს მისი თავი ძალიან, ჯ-ს ფეხი აქვს, შემდეგ უკეთებთ აი აქ მუცელს და შემდეგ უკეთებთ აი ასეთ ნასკვს. ძალიან დააკვირდით კარგად, რომ როდესაც გავაკეთებთ აი ამ ნასკვს, აი სადაც გადაბმის ადგილია, გადაბმის ადგილი უნდა ემთხვეოდეს ხაზის ადგილს ბავშვებო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ააცდეს, თორემ ულამაზო გამოვა ეს ასობგერა. კარგით, მოდით ახლა ავარჩიოთ ჩვენი ტექსტიდან ერთი მოკლე წინადადება და დავწეროთ. აი მაგალითად ჭიქა ჭურჭელია, ასეთი წინადადება დავწეროთ, რომ დაგვეტიოს ჩვენს ბადეში. ისმის ჭიქა, ორი მარცვლიანია ეს სიტყვა და დავწეროთ ჭი ქა აბა გაიხსენეთ ქ როგორ იწერება? დიახ. ჭიქა დავწერეთ, ახლა მოდით ორი უჯრა გამოვტოვოთ და დავწეროთ ჭურჭელია. ორი უჯრა და ჭურ გვესმის მარცვალი ჭურ, ჭ ჭურ ჭე ლი და ბოლოს დაგვრჩა მარცვალი ა. წინადადების ბოლოს დავწეროთ აუცილებლად წერტილი. ჭიქა ჭურჭელია. კარგით. ახლა სანამ აგიხსნიდეთ დავალებას თუ რა უნდა გააკეთოთ სახლში, მანამდე მოგასმენინებთ ერთ ენის გასატეხს, რომელიც ჭ-ასობგერის წარმოთქმაში ძალიან დაგეხმარებათ. ჭრიჭინებს ჭალას ჭრიჭინა, ჭრიჭინა ჭრიჭინობელა. აი ამ ორ სტრიქონს თუ სწრაფად იტყვით, ჭ-ასობგერას ადვილად და მარტივად წარმოთქვამთ ხოლმე და არ გაგიჭირდებათ. და ბოლოს მინდა ერთი ანდაზა გითხრათ, რომელიც ჭ-ასობგერით იწყება. ჭორმა იარა, იარაო, ქვეყანა შემოიარაო. და რას ნიშნავს ეს ანდაზა? როდესაც რაღაცას იტყვის ადამიანი, მისი ნათქვამს სხვა გაიმეორებს. იმას კიდევ სხვა ტყუილიც რომ იყოს, ერთმანეთს გადასცემენ ამ ტყუილსაც კი, რომელსაც ჭორი ქვია უკვე და შეიძლება მთელ ქვეყანას მოედოს ასე ერთმანეთისთვის გადაცემული ნაამბობი. ამიტომაც იტყვიან ასეთ ანდაზას. კარგით. ეხლა მოდით მე თქვენ მოგცემთ დავალებას, აგიხსნით რა უნდა გააკეთოთ ამ დავალებაში, ყურადღებით დააკვირდით აბა აი ამ სავარჯიშოს. ნახეთ, ჭ-ასობგერით დაწყებული მარცვლები მაქვს ჩამოწერილი და ისეთი მარცვალიც, რომელიც შეიცავს ჭ-ასობგერას, მაგალითად ჭარ, ჭინ, ჭურ, კაჭ.
თქვენ უნდა დაასრულოთ ორ-ორი მარცვლით, ანუ სულ სამმარცვლიანი სიტყვები გამოგვივა და მივიღოთ სიტყვები მარცვლების დამატებით. აი, მაგალითად, პირველს გავაკეთებ თქვენთან ერთად მეც, თქვენც იაზროვნეთ და დანარჩენი თქვენ დამოუკიდებლად გააკეთეთ. ჩაწერეთ. წერია ჭარ. ჭართი, რომელი სიტყვა შეიძლება დავიწყოთ? აი, ჩვენ ტექსტში შეხვდა ეს სიტყვა. ჭარხალი. გამოვა სიტყვა ჭარხალი. მაშა სადამე ჩვენ თუ ჩავწერთ მეორე ასო ბგერაში ხალ ჭარხა და მესამე მარცვალში ლი დააკვირდით კარგად. გამოგვივა სიტყვა ჭარხალი. აი დანარჩენი ჭინ დაწყებული, ჭურ დაწყებული და კაჭ დაწყებული მარცვლებით თქვენ თვითონ შეადგინეთ სამმარცვლიანი სიტყვები და ჩაწერეთ ცარიელ უჯრებში. ეს იქნება თქვენი დავალება. კარგით, ეხლა სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მინდა გითხრათ, რომ შემდეგი ჩვენი შესასწავლი ასობგერა არის ჟ ასობგერა. ჩვენ ძალიან მალე ვამთავრებთ ასობგერების შესწავლას და იმედი მაქვს, რომ დაელოდებით გულსულმოუთქმელად ამ გაკვეთილსაც. გემშვიდობებით, ჩემო კარგებო, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.